ჩემთვის თელავის ყველაზე დიდი ესეთი ქოლგა პრობლემა არის ის, რომ ქალაქს არ აქვს დანიშნულება. გარდა იმისა, რომ ჩუმი მოქალაქეებით გაივსო, ბევრი აქტიური მოქალაქე ტოვებს თელავს. მე ვმუშაობდი თელავის მერის სამსახურია იგივე დასუფთავების სამსახური, რომელმაც რო გამანთავისუფლეს მე სამსახურიდან იმის გამო, რომ მე დავდიოდი ხოლმე აქციებზე. პრობლემა არის მაფიოზურ კლანური მართლობა, რომელიც მთელ საქართველოს ახასიათებს. და რო დაფიქრდე, იქ სადაც თავისუფლებაა, იქ გამოდის ყველაფერი. ჩემ შვილებს ზვიადი და მერაბი ქვიან და მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ რა. არ არსებობს. ყველანი ვცდილობთ რაღაც ცალ-ცალკე, რაღაც კარგი ხედვები გქონდეს რა, მაგრამ ცალ-ცალკე რაღაცები არ გამოდის, უფრო მეტად რაღაც ორგანიზებულად მე მივუდგეთ ამათ. გამარჯობა, მე ვარ ლაშა, ეს არის ექსკურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მეგობრები ჩამოვედით დღეს თელავში და მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვინდა თქვენი გაცნობა, როგორც თელავის აქტიური მოქალაქეების, გვინდა ვისაუბროთ თელავზე, აქაურ საჭიროებებზე, პრობლემებზე, პროტესტზე და ასე შემდეგ. პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავმეგობრდეთ და ვიცნობდეთ ერთმანეთს რა, იმიტომ რომ ჩვენ ისეთ ბრძოლაში ვართ, ასე ვთქვათ, ხო? ბრძოლას ხარ შეიძლება დავარქვათ ამ რეალობას. აუცილებელია, რომ ერთმანეთთან კონდეს კომუნიკაცია და რაღაც საერთო ენას ვიზიარებდეთ. აქედან გამომდინარე, დიდი მადლობა, რომ აი ამ სივრცეში მოეწყო ჩვენი შეხვედრა. და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ეს რაღაც ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს, გაფართოვდეს და უფრო სამავალო გეგმები დავსახოთ ერთად. გამარჯობა. მე ვარ ბადრი ოღუჯავა. რა ვიცი. ყველანი ამ მდგომარეობის გათვალისწინებით აქტიური მოქალაქეები ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, მე ასე მგონია. გინდა აქტივისტები დაუძახოთ ჩვენ თავს და გინდა რიგითი მოქალაქეები, ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი და სივრცეები, სადაც ამ ყველაფერზე საუბარი შეგვიძლია, ამას ხედავთ ჩვენ, რომ დღითი დღე მცირდება. და როდესაც ასეთი სივრცეები მცირდება, მეტი ადგილი რჩება იმისთვის, რასაც ასე თუ ისე ახერხებს ხელისუფლება პროპაგანდისტვის, დემაგოგიისთვის და იმისთვის, რომ დაგშალონ და ვერ ვიგრძნოთ, რომ მარტო კი არა ვართ, ბევრი ვართ წინამძღოლში ამ საქმეში და ჩვენი ამ სხვადასხვა ქალაქში სიარულის და ადამიანების გაცნობის თანამოაზრეების გაცნობის მიზანიც ეგ არის, რომ მივხვდეთ, რომ მარტო არა ვართ. არა აქვს მნიშვნელობა სად ვიმყოფებით იმ კონკრეტულ მომენტში თუ სად ცხოვრობთ, ყველა ერთ რაღაცას ვაკეთებთ და გვინდა უკეთეს ქვეყანაში ცხოვრება, ხო? ამ ამბების გარდა, რაშიც ახლა მეგობრები სრულიად საერთო ინტერესების მატარებელი ხალხი რაშიც ვართ ერთად ჩართული, ისტორიკოსი ვარ და საბჭოთა წარსული არის ის, რაზეც მუშაობ და რასაც ვიკვლევ. დღითი დღე ვხედავ, რომ ეს საბჭოთა წარსული არც ისე შორს არის ჩვენგან და უფრო და უფრო ვემსგავსებით იმას, რაზეც მუშაობთ და მუშაობ. გამარჯობა, მადლობა. მე ვარ უსამანველი. თელავის მოქალაქე, არაფერ განსაკუთრებულ სტატუსს ამ ეტაპზე არ ვატარებ. ერთი მინდა თქვენ გიპასუხოთ, რომ ჩვენთვის, ალბათ ამ შემთხვევაში ყველა სახელით ვიტყვი, რომ რეგიონში ვინც ვაპროტესტებთ, ვინც მეტნაკლებად ყოველდღიურად ამ პროცესში ჩართული ვართ, რეგიონში მდგომარეობა ბევრად განსხვავდება იმ მდგომარეობისა, რაც არის თბილისში. ხო, აქ ერთი და იგივე ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ჩვენს მიღმა კიდე ბევრია, ვინც ჩვენს აზრზეა, მაგრამ არ ჩანს, ჩვენთვის თქვენი გამოჩენა და თანამოაზრეების ასე მოზიდვა, რა თქმა უნდა ჩვენ დაუგეგმავთ, არის ნიშანი იმისა, რომ ერთი მარტო არ ვართ, რაც ძალიან დიდი მამოტივირებელია და უფრო გვაძლიერებს
გვიმძაფრებს განცდას იმისა, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვართ და რომ წარმატება და მიზნის მიღწევა, რომლისთვისაც ასე ვიბრძვით, არც ისე შორია. ამიტომ მადლობა თქვენ ჩამოსვლისთვის. მოგესალმებით, მე ვარ თამარ მიქელაძე, პირველ რიგში მეც დავიწყებ მადლობით. მიხარია რომ აქ ხართ ჩვენთან და ასეთი დისკუსიის საშუალება გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, რაღაც სივრცეები იკეტება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მაგრამ ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ახალი ფორმები ჩნდება ბრძოლის და ახალი შინაარსი ჩნდება, რაც აქამდე არ ყოფილა. და ეს ძალიან მისასალმებელია, რადგან ჩანს როგორ ვითარდება ეს სამოქალაქო საზოგადოება, როგორ ერთიანდება, როგორ ეძებს ახალ იდეებს და რაღაცა კრეატიულ ფორმებს აყალიბებს თავისი სათქმელის გადმოსაცემად და ეს სათქმელი ხანდახან ისეთი ძლიერად არის ხოლმე, ასე ვთქვათ, გაჟღერებული, რომ დასავლეთში უფრო კარგად ისმის და ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ვართ, აი ეს გაერთიანება და სიახლეები, ფორმები, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და გადამდებია მთელი საქართველოს მასშტაბით. მე მაინტერესებს აი კონკრეტულად აი ქალაქ თელავის გამოწვევები რა არის? აი თქვენ რას ხედავთ ისეც, რა შეიძლება რომ შეიცვალოს? თქვენ როგორ გესახებათ ეს ყველაფერი? არის თუ არა რაიმე კონკრეტული პრობლემა, რაც თქვაზე გამოარჩევს სხვა ქალაქებისგან ან რეგიონის თვალსაზრისით არის თუ არა პრობლემა, გარდა იმისა, რომ არის რაღაც განსხვავებები, რაც თბილისსა და რეგიონის შორის არსებობს. აი თუ აქვს თელავს რაღაცა ეგეთი მწვავე საკითხი, მწვავე პრობლემა, რის წინაშეც ყოველდღიურად დგებით რაღაც სოციალური პრობლემა იქნება თუ სხვა სახის. აი ამ კუთხით მაინტერესებს მე პირადად. ხო, აი თავისებური რაღაცა თუ აქვს რაღაც სპეციფიკური ისეთი, რაც პრობლემურია და რაც თქვა თელავის წინაშე დგას, თუ არის რაღაცა ეგეთი პრობლემური საკითხი. კონკრეტულად ქალაქ თელავის გამოწვევებს არ ვიცი, ალბათ სხვები უფრო კონკრეტულ პრობლემებსაც დაასახელებენ. ჩემი როგორც იმ თაობის წარმომადგენლის პოზიცია, რომელსაც უკვე რაღაცა უსწავლია, საზღვარგარეთ რაღაც უნახავს და ამ ეტაპზე არის საკუთარი ცხოვრების დაგეგმვაზე ორიენტირებული. ჩემთვის თელავის ყველაზე დიდი ესეთი ქოლგა პრობლემა არის ის, რომ ქალაქს არ აქვს დანიშნულება. და ყველა მართველი, ვინც თელავს მოევლინა აქამდე, არ ჰქონდა ხედვა ქალაქის სწორი და კომპლექსური განვითარებისა. ანუ ყოველთვის როცა მაგალითად ქალაქის მერი ან საკრებულოს წევრი რაღაცნაირად თავის წარმატებებს ჩამოთვლის ხოლმე ქალაქში ჩატარებული საქმეებისას, ყოველთვის შემოებრაგლება გზის დაგებით, ახალ წელს ლამაზი განათებით, ახალი ნაძვის ხის, ხო, რაღაცა საერთო ბინების ფასადების შერემონტებით, ეს ხო ჩვენც ვიცით, რომ არის ფასადური პრობლემების მოკლევადიანი, ვიღაცაზე თვალზე ხელის ასაფარებელი ნაბიჯები. ჩემი აზრით, ამაზე ალბათ პროფესიონალები უნდა მუშაობდნენ, რომ ქალაქს კონდეს თავის დანიშნულება იყოს, ან თუნდაც საუნივერსიტეტო ქალაქი, ან იყოს ისტორიულად, რაც ძალიან გამართლებულია ჩემი აზრით, იყოს ღვინის ქალაქი და ამაში მერე ტურისტული განვითარება მოსდევდეს ამას, ან და იყოს კულტურული ქალაქი, გვაქვს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული თეატრი, რომელიც ჩემს დასამწუხაროდ არც ისე აქტიურია. ანუ ხო, იმის თქმა მინდა, რომ ქალაქს ნამდვილად აქვს რესურსი იმისა, მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან იმის გათვალისწინებით, რომ თბილისთან ძალიან ახლოა, თავისი მოცემულობით, ისტორიული თუ დაგეგმარებით თუ ყველა თვალსაზრისით თელავს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი ქვეყნის განვითარებისთვის, ტურისტის მოსაზიდად და თავად მოქალაქეებისთვის შესაბამისი განვითარების შედეგად ფინანსური თუ სხვა მოგების მოსაძებნად. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს და ამ პრობლემის პასუხი არის ის, რომ ნება არ არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ რეალურად მოქალაქეთა ყოფა გაუმჯობესდეს. ანუ მე თუ ჩემი მიზანს დავისახავ როგორც რაღაცა
ადამიანი რომელსაც რაღაცა ძალაუფლება აქვს ხელთ თუ ჩემი მიზანია რომ მოდი თითოეული ადამიანის ყოფა გავაუმჯობესო მე რა თქმა უნდა ვიწყებ იმაზე ფიქრს რა არის მათი პრობლემა ამ პრობლემის თუ მაგალითად უმუშევრობა პრობლემა როგორ შევქნა დამატებითი სამუშაო ადგილები მაგრამ თუ ჩემი მიზანი მხოლოდ ის არის რომ 1-2 მოსაჩვენებელი საქმე გავაკეთო რომ მე სათქმელად ვქონდეს რომ აი ეს ხო გავაკეთე მაგალითად მაშინ არანაირი პრობლემის დასახელება აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მიზანი არც არასოდეს ყოფილა ამ პრობლემების მოგვარება. რადგან შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც არ გაუშვი სპეციალურად, ჩვენი სტუმარია და ზუსტად ამ შევეხები ამ საკითხს რა, რომ თელავს ჭირდება აქტიური ადამიანები. რომლებიც, ჩვენ წარმოდგენლები კი ვართ გარკვეულწილად, კიდე ჩვენი მეგობრები გუშინ გითხრეს, ჩვენი მეგობარი უცხო გიორგი ბეჟანიშვილი, რომელსაც ჰქონდა სამაგიდო თამაშების კლუბი და ასე შემდეგ, რომელიც აცოცხლებდა ამ ქალაქს და გარკვეულწილად. და აი ნოდოსნაირი ადამიანები, ალბათ ბევრმა იცით, ნოდო, რომელიც არის თბილისიდან, მაგრამ თელავი ძალიან უყვარს და გაგვილა თელავი მოხატული, თუ რამე დაინახეთ თელავში მოხატული, ნოდო ხატავს. ნოდო ნახუცრიშვილი ალბათ გეცოდინებათ მასზე, თბილისშიც ბევრი შენობა გალამაზებული და აი რატო ვიძახი, იცი რომ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ეს ადამიანი ჩამოდის, ხატავს თელავს, აი ქალბატონი სამხატვრო სკოლასთან. კი, და თავისი ხარჯებით მე არც ვიცოდი რა, თავიდან ნოდო გავიცანი ეს რომ ჩვენ სასტუმროს ჩამოდიოდა უბრალოდ ადამიანი დილით ჩამოდიოდა საღებავებით მოთხუპნილი, გადიოდა სადღაც მოდიოდა უკან ბრუნდებოდა რა და თურმე თელავს, ხატავს სრულიად უსასყიდოდ, არავინ მერია, არავინ არ დაინტერესდა საერთოდ ისე მოხატა ადამიანი თავისი ხარჯებით რა. აი ეს ანუ ამიტომ ვიძახი, ასეთი ხალხი გჭირდება თელავს რა. თელავს ჭირდება ასეთი ხალხი. ნოდოსნაირი ხალხი და მივესალმე. ანუ თელავში ძალიან ცოტაა მიზიდულობის წერტილები. ანუ თელავი ტურისტულადაც საინტერესო სამწუხაროდ აღარ არის, იმიტომ რომ ერთ ნახევარ დღეში თელავში ყველაფერს ნახავ და თელავიდან წახვალ არ ვიცი სიღნაღში თუ სეზონია თუ შეჩიახვალ ანუ არ არის წებოები სადაც დაგიღამდება და რის გამოც ადგილობრივ სასტუმროს მიმართავ რომ აი დაუგეგმავად მინდა ხო გაქვთ ადგილი რომ დავრჩი დავიძინო დამიღამდა ანუ წერტილები არ აქვს და ნოდოს მაგალითი ჩემთვის ყოველთვის ვახსენებდი ხოლმე ისე რომ აი პირველად ხედავ ეხლა რა ადამიანს ნოდოს მაგალითს ვახსენებდი ხოლმე აი იქ ძველი პოლიციის შენობასთან დიდი აი ზუსტად ასეთივე ფრთები როა პეპელა როა რა ადამიანები რომ მიდიან დგებიან სურათს იღებენ მეორეც გვერდზე დაუდგება ანუ უღამდებათ ოღონდ ეს ადგილი არის ძალიან ცოტა და ერთ-ერთი შემოქმედი ერთ-ერთი ასეთის შემოქმედი აი ახლა გვერდზე მყავს და ერთი რიგით თელაველის უშველებელი მადლობა მიიღეს სწორედ ამიტომ რომ წებო გააკეთე თელავში რა სამწუხაროდ ცოტაა და მოქალაქე თვითნებურად როდესაც ასე წებოებს ქმნის არის შეუფასებელი სიმდიდრე აი შეუფასები ამას რა ვიცი, კარგახანი ვეძებდი ნოდოს ადგილობრივ თვითმმართველობაში ვეძებდი და ვერავინ ვერ პასუხებდა ეს ტიპი ვინ იყო. მე ვიღაცა ბოლოს გავიდა კონტაქტზე და თურმე არ გასულა და მატყუებდა. მოგეთ ფანტომი იყო რაღაცა და დღეს თვალნათლივ ნახე რა. არ უნდა ჩემს საქმეს ძალიან წინა. მაგრამ რომ წებოვანი იყოს ჩემს საქმე. კიდე ერთხელ გამარჯობათ. გამიხარდა რომ ესე ფართო შეკრება სულიად ჩემთვით წავაწყდი და ძალიან მოხარული ვარ რომ კიდე გვაქვს ამის უნარი ქართველებს ისეთ მდგომარეობაში ვართ ეხლა სამწუხაროდ მაგრამ მინდა ის ოსოს თეორიას დავამატო ჩემი ალუბალი ასე ვთქვა თქვა რომ თელავს ჭირდება ენერგიული ადამიანები და ამ ადამიანმა თქვა რომ წებო ავიღოთ რა მომენტში პარალელი გავა და წებოსთან ამიტომ მეც ამ მომენტში ჩემი თუ ამზადებ ჩემივე წებოს რასაც დღეს ხელოვნება ქვია ენერგიული ადამიანები ჭირდება თელავს კი მართალია მაგრამ ჯერ იქამდე ადამიანებს ჭირდებათ ენერგია რომ მე ეს ენერგია თელავს მიუტანა ხო მართალი ვარ ამიტომ არსებობს კიდე ჩემი აზრით ორი სახის ადამიანი რომელიც რაღაცისგან იღებს ენერგიას და რომელიც თავისითვე ქმნის თავის ენერგიას როცა თავს თვითონვე მუხტავს მე ამ მომენტში ამ პროფესიით ვარ დაკავებული რომ მე თვითონვე ვუქმნი ჩემ თავს
იმის საშუალებას რომ წებო მქონდეს ამ მომენტში. სხვა ადამიანები სხვისგან ყიდულობენ წებოს, სხვისგან სწავლობენ, მოიპოვებენ, სხვისგან ქმნიან, სხვისგან ჩამოაქვთ და აქ უფრო ძვირად იყიდება იქ წებო. არ აქვს მნიშვნელობა, უამრავი პროდუქცია არსებობს, მაგრამ როცა თავად ხარ შემოქმედი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება, რომელსაც სათხარო უანგარო დააწებო ყველგან. ამიტომ იმიტომ არ მიყვარს არსად რამე ჩემი პროექტის გამოჩენა, ან იდეის წინა პლანზე გამოტანა, ან ვიღაცის გაფრთხილება, რომ აი მე ზეგ თელავში მოვდივარ, უნდა დავხატო. სულ აი თელავის ჟურნალისტები მეუბნებიან, რომ ერთხელ აი გაგვაფრთხილე, რომ მოდიხარ, დარეკე ერთხელ, რომ ალიო და ჩვენ აგირე. არ მიყვარს, აი მიყვარს, როცა დილით გადავწყვიტავ და საღამოს უკვე მზად არის და უკვე წებოვანია რა. ამიტომ დიდი მადლობა რომ მათხოვეთ ეს მიკროფონი, დიდი მადლობა რომ თქვენც ეს ენერგია ვსვლით, მეც ხა იდაღლილი ვარ ძალიან აი ჩემს ნომერში აქ ვისვენებ ხოლმე და სახლში დავბრუნდი ახლა და მინდა რომ რაღაც ხელფერი დავიბადო. ამიტომ მეც ზევიდან გისმენთ ასე ვთქვათ რა. პირველ რიგში კიდე სოსოს მადლობა მას ვიძლობისთვის და თქვენი მადლობა ის კარგი გარემოსთვის. მიკროფონს გიბრუნებ. მადლობა. ხო, ახლა რაც შეეხება თელავის გამოწვევებს და ეხა კარგია სოსომაც და ნოდომაც რომ ეს თემა ახსენეს. ხშირად კითხვაზე თელავში რა არის პრობლემები, როცა ჟურნალისტი ვიყავ, ხო პირველში მოგესალმებით, ხა გამომიდა ინგა გრიგულიასავით, ყველაფერი ვილაპარაკე და მე აჩიკო მჭედლიშვილი ვარ. პროფესიით ჟურნალისტი, ოღონდ ეხა მოქმედი აღარ. და მეც როდესაც ვსვავდი კითხვებს, ან როცა აქტიურ მოქალაქეობაში გადავბარგდი, მე ჟურნალისტები ვისვამდნენ კითხვებს რა არის თელავში მთავარი გამოწვევები თუ პრობლემები. ბევრი წელი სხვადასხვა რაღაც მიზეზებს იმ დროს აქტუალურ საკითხებს ვსვავდი. სხვადასხვა გამოკითხვებით თელავში სამი ტიპის პრობლემებია, როგორც წესი. ეს არის გზები, ეს არის წყალი, რომელიც ახლა როგორც იქნება გაკეთდა და მიუსაფარი ცხოველები. მაგრამ კარგახანია მივხვდი, რომ თელავში თავარი პრობლემა, თავარი გამოწვევა, რომლის წინაშე თელავი დგას, ეს არის ჩვენი მოქალაქეები სინამდვილეში. აი ახლა რო ვილაპარაკეს აქტიურ მოქალაქეებზე, კი, ოღონდ პირიქით უნდა ვთქვათ რა. ანუ რაღაცა პრობლემების მოგვარება იწყება პრობლემის აღიარებით ზოგადად. რა ეს პრობლემაა? სინამდვილეში და რუსუდანსაც უნდა გამოვეხმაურო, რომ ხედვა არ აქვს ბევრ მერს და საკრებულოს წევრებს. არა მხოლოდ ხედვა არ აქვს, არამედ თვითონ არ არიან არჩეულები, ანუ სხვისი ხათრით არჩეული ტიპები არიან, ან ბიძინას, ან მიშას ხათრით ვიღაცა ტიპებს უთხრეს, ოკეი, შენ იყავი მერიო. და ანგარიშვალდებულება ამიტომ არ არის ადგილობრივი მოქალაქეების მიმართ. იმიტომ რომ ამ მოქალაქეებს სინამდვილეში არ აურჩევიათ რა. ამ ადამიანის ნაცვლად სხვა ნებისმიერი ადამიანიც იგივე შედეგს დადებდა რა. შეიძლება ცოტა უფრო მეტს, ან ცოტა უფრო ნაკლებს, მაგრამ ანგარიშვალდებულება როდესაც მოქალაქეების მიმართ არა გაქვს, ძნელია რაღაცეები დაუჯერო ამ მოქალაქეებს. იმიტომ რომ შენ აი სხვასთან ახარ ამიტომაც ეს ყველაფერი აი ჯამში რო შევკრათ და არ ვიცი ძალიან ბევრი ვარ და კიდე მომეცემა თუ არა საშუალება რაღაც თქვა ბარემ აქვე შევკრავ მთელ აზრს რომ თელავის მთავარი ყველაზე დიდი გამოწვევა ეხლა გარდა იმისა რომ ჩუმი მოქალაქეებით გაივსო ბევრი აქტიური მოქალაქე ტოვებს თელავს ისე უსაქმური ადამიანები ტოვებენ, მაგრამ მე რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, დღეს ბევრად ნაკლები ვართ პროტესტში მონაწილე ადამიანები, ან თუნდაც აქ ვიდრე თუნდაც 3 წლის წინ. სადაც ეხლა ვინც გაგვახსენდა ყველას თითოეულს, ხო, გავიაზროთ, ძალიან ბევრი ადამიანი თელავს ტოვებს და აუცილებლად გუშინ ვესწრებოდი თქვენს საუბარს ახალგაზრდებთან. და ახალგაზრდების საკითხებზე როდესაც საუბრობდით, მაშინაც კინაღამ ჩავერთე მაშინ მონაწილეობა მივიღე იმ დისკუსიაში, რომ სრულიად გასაგებია, როდესაც ცოტა უფრო დიდი დასახლება იზიდავს ცოტა უფრო პატარა დასახლებიდან ადამიანებს. ეს არის ბუნებრივი კაცობრიობის ისტორია. მაგრამ დღეს, როდესაც ცოტა უფრო დაპატარავდა მსოფლიო, თელავი აღარ არის გამტარი.
ანუ პირობითად ავიღოთ, წინანდალში დაბადებული ადამიანი გაიზრდება და პირდაპირ თბილისში მიდის, ან ბათუმში, ან საერთოდ ქვეყნიდან. გამოდის, რომ ის როგორც იყო გამტარი პირობითად, ხო? თელავი, მაგალითად, წინანდალში დაბადებული ადამიანი, წინანდალი კიდე განვითარებული სოფელია, მოდი ვთქვათ, ლაფანყური, ხო? ლაფანყურში დაბადებული ადამიანი ჩამოდიოდა თელავში, აქ ცხოვრდებოდა, ხდებოდა თელაველი, შექმნიდა ოჯახს და აგრძელებდა ცხოვრებას. ახლა თელავი ასეთი გამტარი აღარ არის. ამიტომ ქალაქი იცლება ახალგაზრდებისგან. და განსაკუთრებით მტკივნეულია ეს იმიტომ, რომ თელავი სამწუხაროდ არ არის ახალგაზრდებისთვის კეთილგანწყობილი ქალაქი. თავისი არსით. ანუ ახალგაზრდებისთვის არაფერი არ არის. ანუ ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია გააკეთოს, აი როდესაც რუსუდანი საუბრობდა, რომ ხედვა არ აქვსო, მათ შორის ახსენა როგორც ტურისტული ცენტრი, ახსენა როგორც საუნივერსიტეტო, ხო. ანუ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კეთილგანწყობილი არ არის. და არ არის ზოგადად ახალგაზრდების. ახალგაზრული არც ერთი პარკი არ გვაქვს, სადაც ახალგაზრდები თავს იკრიბებიან. ყველა სკვერში შეუძლია ადამიანს მისვლა, მაგრამ რომ გამოკვეთილოთ ახალგაზრდები აი ეს ნახვა შეიძლება თელავში, რომელიმე სკვერი გააქვთ, ამ კითხვის პასუხია არა. იმიტომ რომ რა ვიცი, ხანსად არიან ხანსად. დასაქმება ახალგაზრდებისთვის არ არის ადვილი თელავში და ყველაზე მთავარი რაც ახალგაზრდობის დროს მე თვითონაც და თქვენ სტუდენტები ხართ, ხო? რა გინდათ რაღაც იმუშავე და მე გაერთე, ისწავლე და მე გაერთე გინდა. აი მე გაერთე არა გაქვს. არაფერი არა გაქვს. და პატარ-პატარა მცდელობები არის, ისიც მოქალაქეების მხრიდან, რომელთაც უამრავი პრობლემები ექმნებათ, როგორც მაგალითად ეხლა წეგან ჩვენს მე ნახსენების ამაგიდე თამაშების კლუბი, ხო? და ეს არის ყველაფერი ჯამში, რაც ახალგაზრდებისთვის კი არა, ზოგადად ყველასთვის ცხოვრებას ართულებს ადგილზე. და ამისი გამოსწორება შეგვიძლია ისევ რიგით თელაველებს. ამის გაკეთება, ამის გამოსწორება მარტო ადგილობრივ თვითმმართველობას ცოტა გაუჭირდება. და ორი წინადადება რომ დავამატო ამ ყველაფერს არის ის, რომ არადა ჩვენ ყველას გვაქვს მაგალითები, როდესაც ძალებს გავაერთიანებთ, შეგვიძლია საოცარი რაღაცების გაკეთება. აი ვერამდინარე სადიდება რო იყო საოცარი, ხო? ერთი ადგილ თბილისში ვამბობ, ვერარეჩკას. ანუ ერთი ადგილობრივი ხელისუფლება რაღაცებს აკეთებს და მეორე აი ეს ფერადი ახალგაზრდები რო შეასკდნენ და მერე სახლში მიდიოდნენ ტალახში ამოგანგლულები და მანდაც კი იყო ადამიანები რომელიც მანქანაში არ სვავდნენ თუნდაც მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც ამოგანგლულ ახალგაზრდებს სახლში აბინავებდნენ უსასყიდლოდ ვიღაცა ნიჩბებს საჩუქნიდა ანუ როდესაც ძალას ვაერთიანებთ საოცარ რაღაცების გაკეთება შეგვიძლია და მეორე მაგალითი მინდა მოვიყვანო ევროპის ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატიც ესეთი მაგალითია როდესაც საერთოდ რა ვიცი შემაცომა მითხრა მესამე შვილს ქოჩორა უნდა დავარქვაო იქნება გოგოჩინდებოდა ანუ ადამიანები რომლებიც საერთოდ არ იყვნენ თუ ოღონდ ესპანეთს მოუგებდით ხო თუ აქამდე ადამიანები რაღაცნაირად განყენებულად გრძნობდნენ თავს ყველაფრისგან განსაკუთრებით სპორტის მიმართ ჩაერთნენ და ქართველებს გვახასიათებდათ მთელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში სწორედ ეს რომ როდესაც ვერთიანდებით საოცარი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია საოცარის ამიტომ ახლა იმ ეტაპზეა ჩვენი ისტორია ახლა იმ ისტორიას ვწერთ როდესაც უნდა გავერთიანდეთ და მართლაც საოცარ გასაოცარ ბიზნეს დავესესხები გასაოცარ დემოკრატია შევქმნით იმიტომ რომ ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს უბრალოდ ისევ გვავიწყდება მორიგ ჯერზე სულხან საბას შეგონება რომელიც საქართველოს გერბზე გვაქვს გამოსახული რომ ძალა ერთობაშია
ჩემი შეკითხვა ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას. ესე უხეშად რომ თქვათ აი რაში გვჭირდება ადგილობრივი თვითმმართველობა, შეუძლია თუ არა ძლიერ ადგილობრივ თვითმმართველობას დაგვცვას ცენტრალური თვითმმართველობისგან და როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელოვანი ელემენტები უნდა ახასიათებდეს ადგილობრივ თვითმმართველობის გარდა ეს აუცილებლობა არის რომ ხედვა გქონდეს და ესმოდეს ქალაქი. მოგესალმებით სოსო მიქელაძე, აქტივისტი. რაც გაჟღერდა პრობლემებთან დაკავშირებით და რაზეც საუბრობთ სპეციფიკური პრობლემები, განსაკუთრებულად სპეციფიკური პრობლემა არის მაფიოზურ კლანური მმართველობა, რომელიც მთელ საქართველოს ახასიათებს. ეს მოდის, რა თქმა უნდა, მეფის რუსეთიდან და უფრო წინა პერიოდიდან, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად ვერ გადავლახეთ ბატონყმური წყობილებისთვის დამახასიათებელი მენტალური რაღაცა რუდიმენტები და ისევ გვაქვს. დღეს პრაქტიკულად არანაირი თვითმმართველობა არ არსებობს, გარდა რა ინფორმალურის, რომელიც დგას და ვითომ ბიუჯეტს ანაწილებს, ისიც დავალებით ანაწილებს და როგორ უნდა გადანაწილდეს. რეალურად ამ ქალაქს მართავს რაღაცა ჯგუფი მეწარმეების, სუსის და ზედაფენის მაღალ ჩინოსნების ერთობლივი გადაწყვეტილებებით, იგივე უნივერსიტეტი. იგივე ხდება თბილისში. ანუ თქვენ რეალურად ეხა თბილისში ვინც იბრძვით, რეალურად შეტაკებულები ხართ და ბრძოლაში ხართ შესული იმდენად მძაფრ და დაუნდობელ ძალასთან. და პრაქტიკულად ფიქრობთ, რომ ძალიან ადვილად წაართმევთ ამ ძალაუფლებას და ისინი ამისთვის, რა თქმა უნდა, ყველაფერზე წავლენ. ყველაფერზე წამსვლელები. აქაც იგივენაირად. ეს მთელი მასკარადი და კარნავალი თვითმმართველობების და რაღაცის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გაკეთებული, რომ ჩვენ გვეგონოს, რომ თვითმმართველი ქალაქია და ასე შემდეგ. 2014-ში როცა კოცები მოვიდნენ და როდესაც დაიწყეს ეს პოლიტიკა, მაშინვე ვთქვი, რომ აუცილებლად მიაწვევიან სეპარატიზმს. აუცილებლად იქნება განვითარებული სეპარატიზმი, ოღონდ არა აფხაზური მოდელის, როდესაც აი გავედით და ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდა. არა, ესეთი სეპარატიზმი არა. აი ეხლა რაც ხდება, ეს არის ზუსტად იმ სეპარატიზმის გამოვლინება, როცა თბილისი იბრძვის, ანუ თბილისია საქართველო და გარშემო ის ქართულ პროვინციებიდან მიდის რეალური საბოტაჟი. ანუ პრაქტიკულად ეხლა ხდება საბოტაჟი, იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს, დემოკრატია ადგილზე არის მოჩვენებითი. თან ჩვენი საზოგადოება მიდრეკილია ტყუილისადმი, ყველა ადამიანია მიდრეკილი, მაგრამ და არის მის ბუნებაში ტყუილი, მაგრამ აქ განსაკუთრებულად უყვართ ტყუილი და შესაბამისად ხედავთ იმას, რომ იმ სეპარატიზმმა რაც განავითარეს, რა თქმა უნდა ისინი არ აპირებენ რომ გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ ქართულ ორგანიზმს და მის ძირითად ტრენდებს და მის გასაჭირს მოწყვეტილები არიან, არ აღიქვავენ ამას თავისად. თუ აქ არ ცხოვრობენ, თავისი რეალობა აქვთ, ეს უკვე სეპარატიზმია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუ როგორცვე ჩაერთვებიან რეალურ აქტუალურ ქართულ პრობლემატიკაში, ეგრევე დაბრუნდებიან და გაიაზრებენ, რომ ახალგაზრდაც უნდა იყოს, არ უნდა იყოს ესეთი დენადობა, არ უნდა იყოს ესეთი მიგრაცია, აქ უნდა დარჩეს ის ძირითადი კადრი და არ უნდა გაიქცეს თბილისში და იმ კონკურენტულ ბრძოლაში არ უნდა ჩაიკარგოს ის ადგილობრივი ნიჭიერი ადამიანი. პრობლემები გვაქვს ბევრი ძალიან. ნუ თუნდაც ის მოდელი, რაც ახლა რუსომ კარგად თქვა, რომ აი ფუნქცია არ აქვს ქალაქს რა. არანაირი მენტალური სუბკულტურა, აქ აი რაღაც სუბკულტურა არ არსებობს. მოსპო ამ მიგრაციამ სოფლებიდან, იმიტომ რომ სოფლიდან რომ მოდის მოსახლეობა ისევე როგორც თბილისში, იმას ფეხებზე კიდია ადგილობრივი სუბკულტურა. ზედ გადაუვლის, მოიხმარს ამ ადგილს, რო ამოჭამს, როგორც შეულებრივი ნომადია, ხო? მოდის, ამოჭამს და მერე გადავა სხვაგან, საზღვარგარეთ წავა. ამიტომ ესე ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ ყველა ქალაქს, განსაკუთრებით ძველ ქალაქებს, თელავი ძალიან ძველი ქალაქია და დაეკარგა ეს სუბკულტურა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ესეთი დენადობა მოხდა და არა ადამიანები აქ არ გაჩერდნენ. ვინც მოდიან, არ უფრთხილდებიან ამ ქალაქს. ეკოლოგიური პრობლემაა ძალიან სერიოზული, 1-2 წელია უკვე ვატყობ, რომ დიდ დაბინძურებაზე წერს პირდაპირ Google-ი, თავიდან მეგონა რომ Google-ი უბერავს, მაგრამ რეალურად არაფერს არ უბერავს.
სადღაც წითელსა და ყავისფერისკენ მიდრეკილია ის ნიშნულები, რასაც გვაჩვენებს მარტო ეს ძირითადად ნაწილაკები და რაღაცა არანაირი ქარხანა აქ არ მუშაობს, არაფერი მრეწველობა არ მუშაობს და წარმოიდგინეთ მარტო მანქანებიდან და საიდანღაც მოსული ნაწილაკებიდან დაბინძურებულია. ეკონომიკური ფაქტორი არის საშინელი, იმიტომ რომ იმართება სრულიად ესე უსისტემოდ და უმოდელოდ, რა თქმა უნდა პირდაპირ არის ქალაქი წამოცმული და მთლიანი რეგიონი მათ შორის რუსულ კაუჭზე და რუსულ ბაზარზე, ყველაფერი რუსი რასაც ეტყვის, იმას გადაწყვეტენ. ამიტომ პირდაპირ პრორუსული რეგიონია, რეალურად ქცევითაც ეტყობა ამ და განსხვავებული აზრის დეფიციტი რა განსხვავებული აზრი კიდე განსხვავებული ახალგაზრდები და ნუ ახალგაზრდების ის არის რა რომ ახალ უნივერსიტეტში უნივერსიტეტობას ვერ შეატყობთ იმ უნივერსიტეტს და არც სტუდენტს შეატყობთ სტუდენტი იმიტომ რომ აქ თვითონ იქ თბილისის მაფია მისე გადაწყვიტა რომ აქ აღარ მოდის ის ნიჭიერი ბავშვი მაგრამ ის უნდა წამოვიდეს აქ იქ ისია ყველაფერი გადაალაგებული ბოლო 15 წელი მოდის ბავშვი რომელმაც რა ვიცი წერა-კითხვა ცოტა გაცდენილია წერა-კითხვის ცოდნის დონეზე მაგრამ ნუ თავის რეალობა ჯერ საერთოდ არ არის ადაპტირებული ამ გარემოს და ნუ მე მშობელიც ეუბნება რომ ადროს სწავლა მიდი რაღაც ცოტა სხვანაირად გაიქაჩე ცხოვრებაში ეკონომიკური გარდა არის ნუ კიდე რაღაცა სხვა მაგრამ აი ეს ფაქტორები არის რაც ამ ქალაქს აკნინებს და თვითმმართველობა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვლება რაც ჩვენ ოლიგარქიული წყობიდან გადავალთ რეალურ აი რესპუბლიკაზე სახალხო მმართველობაზე. მანამდე სანამ ჩვენ ყველა არ წავართვებთ აი ამ ოლიგარქატს, ამ ძალაუფლებას, სანამ ეს მდიდრები იქნებიან გამკარგავები პატარა ქალაქების, დიდი ქალაქების, სანამ ეს არ გადავა რეალურ დემოკრატიულ წყობაზე, არანაირ თვითმმართველობა და ეხლა მაგალითად განვიხილავდით ბიუჯეტს განიხილავდა და აღმოჩნდა, აი წარმოიდგინეთ, სასაცილოა როგორი აიპებზე გამოყოფილია 19 მილიონი ლარი წლიური ბიუჯეტი, ესეც საწყისი ის არის, მე კიდე გაზრდიან. 11 და 7 არის ხელფასები. 7 მილიონის ხარჯვაში იწერენ 12 მილიონ ხელფასს. რომ დავიხარჯონ 7 მილიონი. 7-დანაც ამდენი. ხო, და ერთი მოქალაქე გაუბრაზე. აი ეს ხო, ნუ წარმოიდგინეთ. აი ეს არის რა თვითმმართველობაზეა საუბარი. ან თვითმმართველობაზე ჩვენ მმართველობაზეა საუბარი, თვით კი არ არის. ეს არის კიდე ბევრი შეიძლება, მაგრამ არ მინდა რომ გამიგრძელოს. ხო, ამაზე მინდოდა დამატება რა. აი ჩვენთან რეალურად არის რა ნათესაურკლანური ამბები ხა კახეთში მე როგორც ვენია თავაზაშვილების და ეს ღარიბაშვილების ამბავი და ასე შემდეგ თბილისში ხო არ შეიძლება სხვებიც იყო ყველა რეგიონში არის ხო ყველა რეგიონში არის დაყოფილი სხვა თავი რო გაანებო აი ჩვენ ვინც გვიტყავს აქციებზე გედედეს ისინი ხარებასი ყველანი არა ერთმანეთ ნათესავი ბიძაშვილები რა მაგიტო ხარებას რო აგინებენ მაგას რო ენთებათ ან ნათესავი ბიძაშვილია იმას აგინებ რა ხო ხვდები ან ესე არის მოწყობილი მთელი პოლიციური სისტემა ეხლა თქვენ შენებლობებზე რო დაიაროთ თბილისში ვინ აშენებს ყველგან არის ვიღაცა პოლიციის მაღალჩინოსნის ანუ რომელიც ვიღაცასთან ავალდებული ანუ ისე აქვს ეს წრე შეკრული რომ ძალიან აი არანაირად არ დათმობს ეს ხალხი ამ სადავეებს რა იმენ ფულს ჭამენ ისეთ რეალობაში არიან ყველა რეგიონში ეს ვიღაცებს აქვს ესე რა ჩაჭიდებული და ეს რა ბატონობენ რა ჩვეულებრივად რა ხო და რეალურად ეხა ჩვენ როდესაც ლაპარაკობთ რომ ცვლილება გვინდა და ასე შემდეგ ცვლილება ზუსტად პირველ რიგში ეგ არის რომ ეს აქტიურმა მოქალაქეებმა მოიშორონ ეს ადამიანები რა ძალიან რთული ბრძოლა არის მაგრამ ეს თუ არ გადაილახა ისე წინსვლა ჩვენ სხვანაირად ვერ გვექნება ანუ სხვანაირად ვერ გამვითარდებით რა ეს რაღაცა ბინძური კლანური რაღაც ფულზე ჩაბღაუჭებული რაღაც რუსულ სისტემას მორგებული ხალხი რომელიც გმართავს და ამით ყველაზე მეტად ხეირობს მე ის თავში ვინძის ბიძინა რომელმაც ეს სისტემა ასე კარგად დანერგა რა და დასწრებაზე ანუ ისინი ჩარჩობენ რომ ჩვენ მოვიშოროთ ხო აი ამ ბრძოლაში ძალიან აჩქარებულია ანუ იმას ვამბობ რომ ეს რეალობა ეს ხო არის დრო ყველასთვის 24 საათია მაგრამ მაგას ვამბობ რომ ზოგისთვის ნელა გადის ზოგისთვის ჩქარა გადის ჩვენთვის გადის ძალიან ჩქარა იმიტომ რომ შეიძლება ხვალ რაღაც დაგვიფაროს მაგრამ ციხეში აღმოჩნდეთ რა იმიტომ რომ ვიღაცას შეუქმნას ვიღაცა თქვას რომ ეს არ მჭირდება გარეთ რო იყოს და ხელს მიშლის ხო ამიტომ ჩემი აზრით ეს ჩვენი ეს შეხვედრებიც მნიშვნელოვანია იმიტომ რომ
რომ ჩვენ ერთმანეთისგან ვიგრძნოთ ის მხარდაჭერა, რომ მე მარტო არა ვარ რა, ამ რაღაც ბინძურ ფულზე დახამებულ სამშობლოს მოღალატე იმის წინააღმდეგ რა. მართლა რეალურად ძალიან ბევრი ვართ უბრალოდ გვაკლია რაღაცა საერთო ხედვა რაღაც კონკრეტულ მომენტებში რომ რაღაც საერთო აზრი გქონდეს და ასე შემდეგ, თორე როცა რაღაც მომენტები დგება ძალიან ბევრი ვართ ხოლმე რა და როგორ მე უნდა შევძლოთ რომ ხო, აი სულ ბევრი ვიყოთ და რა, ვიყოთ უფრო მეტად ორგანიზებულები რა, ის პრობლემა თქვა, არის ორგანიზებულობა რა. ხო, და ხო, ყველანი ვცდილობთ რაღაც ცალ-ცალკე რაღაც კარგი ხედვები გვაქვს რა, მაგრამ ცალ-ცალკე რაღაცები არ გამოდის, უფრო მეტად რაღაც ორგანიზებულად უნდა მივუდგეთ ამათ, რაღაც ნაბიჯები და დაიგეგმოს. ესენი რასაც აკეთებენ რეალურად არის ის, რომ რაში უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას, როდის უშვებენ, როცა ქაოსის მდგომარეობა აქვთ რა, როცა ძალიან დიდი აქციებია და ასე შემდეგ ვერ ასწრებენ რაღაცების დაგეგმვას. თუ როცა სიმშვიდეა და არაფერი ხდება, მაშინ 3 ნაბიჯს, 4 ნაბიჯს ისე გეგმავენ, რომ მე ძალიან რთულია ისინი შეარყიო რა, ირყევიან მაშინ, როდესაც აქვთ არის ქაოსის მდგომარეობა და ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეგ უნდა იყოს, რომ ეს ადამიანები როდესაც ამ ადამიანებმა ვერ შეძლონ რაღაცების დალაგება რა. ელენემ დასო ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. ჩემთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებით არის ბოლო 13 წელია აქტიური მონაწილე ვარ ამ ცხოვრების ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ფორმით, მათ შორის იგინდანაც ოდესღაც საჯარო მოხელე მეც ვიყავ. სინამდვილეში ჩემო ელენე ადგილობრივი თვითმმართველობისგან არსებობს მარტო სახელი. თვითმმართველობა არ არსებობს. ეხლა რო დაგუგლოთ აჩიკო მჭედლიშვილი ვინ არის და რავი ჩატბოტთან დავმატესტინეს ამ ბოლო დროს ჩემს თვალწინ ჩატბოტმაც თქვა რომ აქტივისტია თელავიდან რომელიც იბრძვის თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად რაღაცა ეგეთი რა. ამ თელოგიკა ის არის რომ დიდი ხანია მე და ჩემი მეგობრები ვიბრძვით თელავი კვლავ გახდეს თვითმმართველი ქალაქი. მაგრამ სინამდვილეში გამოდის რომ არაფრისთვისაც არ ვებრძვით, იმიტომ რომ ასეთი არასოდეს არ ყოფილა, ანუ თვითმმართველობა არ არსებობს სამწუხაროდ. არა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცის ხვის ხათრით არჩეული პირველი პირები ყავს. არამედ მე შემხედრია ბევრი პირველი პირია მუნიციპალიტეტის და ბევრი საკრებულოს წევრი, რომელთაც დამოკიდებულება აქვთ ცენტრალური ხელისუფლებისგან, როდესაც კითხვა დასი, რომ როგორ შეიძლება დაიცვას ცენტრალური ხელისუფლებისგან ადგილობრივმა თვითმმართველობამ, რომ ზემდგომია. და თელავის გამოარჩევს ასევე ის, რომ იმ შენობაში, რომელიც წინაც ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებით, ხო, არის განთავსებული ასევე რეგიონული ადმინისტრაციაც. რწმუნებულ გუბერნატორის ინსტიტუტს გულისხმობ. და მაგალითად, როდესაც თადბირს ატარებს გუბერნატორი, კრიბავს მთელი კახეთიდან პირველ პირებს პირობითად და ის ერთი სართულით მაღლა უნდა ავიდეს პირობითად თელავის მერი. და რაღაც თითქოს ზემდგომთან მიდის. არადა დღეს რაღაც არადაზე ვარ, არადა მოუდზე. არადა რო დაფიქრდე ადგილობრივი თვითმმართველობა როგორი ის არის, ანუ მერი როგორი ადამიანია, ხო? არ ვამბობ ტიპარს. ანუ ადამიანი, რომელიც პირდაპირ წესით აირჩია ადგილობრივმა მოსახლეობამ, ხო? ანუ პირდაპირ აი შენ იქნები ჩვენი ქალაქის მერიო, მუნიციპალიტეტის. და გუბერნატორი ვინ არის? ანუ არის ადამიანი, რომელიც დანიშნა ადამიანმა, ანუ პრემიერმა, რომელიც თავის მხრივ დანიშნა ადამიანთა ჯგუფმა, ანუ პარლამენტმა, რომელიც საერთოდ არ არის პირდაპირ წესით არჩეული, ანუ პროპორციულად არიან ყველა. ანუ სიაში ვიღაცა აბგდ ესე ამბანით რო ჩამოყარეს, აი თქვენ იქნებითო, ანუ ასე ტიპს კარნახობს როგორ მოიქცეს, აი შენ იქნები მერიო ასე ტიპს. ეგ არის შეუძლებელი რაღაცა. ანუ რეალურად შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას პირველ პირს განსაკუთრებით პირდაპირ წესით არჩეულ მერს თქვას რომ არა. აი მე აი ამ ხალხთან ვალდებულება. მაქვს აღებული
მათთან ვარ ვალდებული თქვა. მაგრამ სიმამდვილეში ეგრე არ ხდება ხოლმე როგორც წესი და challenge ხაზე წეგან გარეთ საუბრობ. challenge ხარის საოცარი მაგალითი ადგილობრივი თვითმმართველობა როგორი შეიძლება იყოს. აი ძალიან მაგარი მაგალითია. არჩევნების ჩატარების პროცესშიც ისე ყოველდღიურადაც გუშინაც აქ ახალგაზრდა მარიამი საუბრობდა დემოკრატიის სკოლაზე. დემოკრატიის სკოლაში მუშაობდი რაღაცა 2 წელი მე დავიკეტეთ ამ რუსული კანონის გამო. რეალურად challenge-ის სკოლა მთლიანად განსხვავდებოდა თელავის, ბათუმის, ქუთაისის და გორის სკოლისაგან. იმიტომ რომ რაღაც სხვანაირ უცბად რაღაცნაირად აი აღმოცენდა ბევრი რაღაც მაგარი რაღაცები გააკეთა. და რო დაფიქრდე, იქ სადაც თავისუფლებაა, იქ გამოდის ყველაფერი. იქ ადამიანები სხვანაირად ცხოვრობენ, უფრო ბედნიერებიც არიან. და უფრო მეტად ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობა ცენტრალურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ თუ მორწმუნე არ არის და მის ზემდგომია ღმერთი და ამომრჩეველია, სხვა არავინ. ანუ თავრობა მისთვის ჭკუის მასწავლებელი არ არის, იმიტომ რომ როგორც თქვი, აი ვიღაცეებისგან დაკომპლექტებული ტიპია თავრობა. და მე არის აი პირდაპირ შენ იქნები ჩემი ინტერესების გამტარება. ხო, ერთი დისკუსიაში შემოვიდა იმის იმაზე, რომ ძალიან დიდი ის არის, რომ სოციალურად დაუცველების იმაზე არ არის შეხება, მაგრამ სამაგიეროდ მე ვმუშაობდი თელავის მერის სამსახურია იგივე დასუფთავების სამსახური, რომელმაც რომ გამანთავისუფლეს მე სამსახურიდან იმის გამო რომ მე დავდიოდი ხოლმე აქციებზე, ყოველთვის როცა იყო ხოლმე მივდიოდი აქციებზე და რომ გაიგეს რომ მე აქციაზე დავდიოდი, მაგის გამო ამიძულეს. და ეს სიძულველი უფრო ცუდად გამოიყენეს მაგათ. მე უფრო კარგად გამოვიყენე. მუშაობდი თელავის მოედნის დაგვის სამსახურში და მაგის გულიზე გამანთავისუფლეს. თქვენ რომ შვებულება მომეცით მეთქი, შვებულება არ მომცეს, იმიტომ რომ ულიდი ვენახებს, ივენახს უნდა და დაკრეფა, ჩაბარება, უნდა და უძნის ქვევში დაწურვა და ასე და რო თქვენ რომ შვებულება მომეცით მეთქი, მითხრეს ან იმუშავე სამსახურში, ან კიდე შეგიძლია წახვიდე. დავტოვე ეს ჩემი სამსახური იმის გამო, რომ აქტივისტებთან ერთად ჩემი პროტესტი გამომესახა. და სულ ყოველთვის ვიქნები ამ ადგილებში, მე არც მჭირდება რამე რომ ან სამსახურში სადმე უფროსად დამსვონ და ან რაღაც. მე იმის გულიზე ვზივარ აქ და ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდში და უნდა ეს ახალგაზრდობა თუ არ გამოვიდა და ახალგაზრდობა აქტივისტებს გვერდში არ დაგიდგათ, მე არ მგონია რომ უკეთესობისკენ წავიდეს. მადლობა ყურადღებისთვის. მოგეცალმებით, მე გახლავართ ვანო დემინაშვილი. ვინატრებდი რომ მთავრობის წინააღმდეგ გამოსულიყავ აქციაზე რაღაცა ან დაუშვათ მშიან, ან წურიან, ამ დაგვარ. მაგრამ ამას მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთი ხელისუფლება მოვიდოდა, რომელიც 34 წლის უკან რო დავიწყე ბრძოლა, დღეს ისევ გაგრძელება მომიწევდა. ჩემი გინდა წითელი ხაზი დავარქვათ, გინდა ცისფერი. მოკლედ, ვინც რუსეთისკენ მიდის და რუსულ მთავრობას ქმნის, ის ჩემთვის არის მოსხლე მტერი. ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ჩემს საკუთარ ნათესავებს უთხარი, ვინც ხოცებს ხმა მიეცეთ, ჩემ ოჯახში აღარ დაგინახოთ შემოსული მეთქი. მოკლედ, 89 წლის 9 აპრილის შემდეგ მე არ მოვცილები ვარ ეროვნულ მოძრაობას. ჩემ შვილებს ზვიადი და მერაბი ჰქვიან და მე რუსეთში ვერ ვიცხოვრებ რა. არ არსებობს. ეს ბოლო წერტილი ღმერთმა არ აქნას. მე მჯერა ახალგაზრდობის ბოლო წერტილი თუ ეს ოლიგარქი დარჩა ხელისუფლებაში, მე საქართველოში ჩემ შვილებს ვერ გავსდინ. არ შეიძლება. ზვიადი და მერაბი ერქვას და
რუსეთის გარეუბანში ცხოვრობდეს ეს გამორიცხულია. დანარჩენი არ ვიცი. თქვენ მადლობა მოგზანებისთვის. მადლობა მართლა საინტერესო შეხვედრისთვის. მიხარია რომ თქვენნაირი ხალხი გავიცანი, მართლა რაღაცა ემოციები ძალიან დავიმუხტე და ჩემი აზრით ამ შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც და მიზეზიც სწორედ ეგ არის, რომ რაღაცა ემოციები გავცვალოთ და ვიგრძნოთ, რომ მარტო არ ვართ რაღაც ამ ბრძოლაში და ვართ უფრო მეტნი, ვართ უფრო ბევრი და ვართ რეალურად საქართველოს წარმომადგენლები და რეალურად ის ხალხი, რომელსაც სურს ამ ქვეყნის განვითარება, ამ ქვეყნის ძლიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი მომავალი. ეს კი იყო ექსკურსიის კიდევ ერთი გადაცემა თელავიდან. მადლობა რომ გიყურეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მალე შევხვდებით. მადლობა.